მოგესალმებით მეგობრებო, 2019 წელს გილოცავთ და წელს გადავწყვიტეთ პირველი ვლოგი ჩაგვეწერა ისეთი, რომელიც სურდა ჩვენს გამომწერებს. ანუ ღამის ფოტოგრაფიაზე. სურს აგიხსნათ თუ როგორ გადაიღოთ ღამის კადრები კარგი smartphone-ით და DSLR-ით. ზოგადად ფოტოგრაფიაში განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ღამის ფოტოგრაფიას არ არის მათ შორის გამონაკლისი. კადრები რომ კარგი გამოვიდეს, ამისთვის საჭიროა რომ ცა არ იყოს შავი. სწორედ ამიტომ მოვემზადე ადრე, რადგანაც მსურს გადავიღო სწორედ მაშინ, როდესაც აინდება ქალაქის განათება. ღამის ფოტოგრაფიის გადასაღებად რა თქმა უნდა საჭიროა კამერა, მაგრამ თუ კამერა არ გაქვთ, საჭიროა გქონდეს ახალი თაობის smartphone, რომელსაც გააჩნია ღამის გადაღების რეჟიმი და აუცილებელია შტატივი. ის გარეშეც ნამდვილად ვერ შეძლებთ ღამის ფოტოების გადაღებას. ღამე ქალაქში გადაღებისას საჭიროა გქონდეთ დიაფრაგმა მინიმუმ 5 და 6 მოხურული, მაქსიმუმ 11-დან 0-მდე, რადგანაც კადრში გქონდეთ იმდენი სიმკვეთრე, რამდენიც გსურთ. სტატივი იმისთვის არის საჭირო, რომ ამ დროს უნდა მოხდეს დაბალი სიჩქარით გადაღება და რაც შეიძლება ნაკლები ISO-ით. ISO არის შუქმწნობელობა. ჩემ შემთხვევაში, როგორც წეგან აღნიშნე, მოვედით ადრე, რადგანაც გადამეღო სწორედ იმ მომენტში, როდესაც ცა არ არის გაშავებული. ახლა ცა არის რეალურად ლურჯი და იდეალური არის გადასაღება. შესაბამისად, ავირჩიე დიაფრაგმა 11, სადღაც 4 წამი დაყოვნება და 2 წამიან ტაიმერზე დავაყენე. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა დააყენოთ ტაიმერი 2 წამზე? გეტყვით, იმიტომ რომ გადაღების პროცესში კამერა არ გამოძრავდეს და კადრი არ გაგიჭიროს. უფრო მეტი ეფექტისთვის გირჩევთ შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ბევრი ტრანსპორტი მოძრაობს, რადგანაც გქონდეთ უფრო მეტად ეფექტური კადრები. ახლა გადავინაცვლოთ smartphone-ზე. ამ შემთხვევაში უკვე ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე, რადგანაც შეგვიძლია მხოლოდ სიჩქარის და ISO-ს რეგულირება. ახლა გადავიღებ 1 წამიანი დაყოვნებით და განახებ თუ როგორი შედეგი აქვს 1 წამიან დაყოვნებას ამ ჩვენ smartphone-ზე. დავაჭიროთ კამერას, ნუ ჩემ შემთხვევაში ასეა, თქვენ შემთხვევაში არ ვიცი როგორ იქნება. მოვძებნი მანუალ რეჟიმს, აუცილებლად უნდა გადაიღოთ მანუალი როგორც smartphone-ზე, ისე კამერაზე. ISO როგორც შევთანხმდით, უნდა იყოს ყველაზე ცოტა, ანუ ამ შემთხვევაში 100. არ გვაქვს დიაფრაგმა, მაგრამ გვაქვს white balance, ნუ იყოს ავტოზე და რაც მთავარია სიჩქარე. სიჩქარეს რაც შეეხება, დავაყენოთ 1 წამიან დაყოვნებაზე და მოდი ვნახოთ რა შედეგს მივიღებ. დაველოდოთ მანქანების გამოსვლას. დავიღოთ. კიდევ ერთი. ეს მე მგონი ყველაზე კარგი. იმედია საინტერესო იყო ეს ვლოგი თქვენთვის და გამოგადგებათ კარგი ფოტოების გადასაღებად. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მომმართეთ და დიდი სიამოვნებით ვეღილავით თქვენს მიერ ღამე გადაღებულ კადრებს. და ბოლოს გამოიწერეთ ჩემი არხი და გიზიარებთ დღევანდელ DSLR-ით და smartphone-ით გადაღებულ კადრებს.